ახლა ვნახოთ როგორ ხდება ნიღბის გაკეთება Anime Studio Pro-ში. ანუ ფაქტურად აი ესეთი ეფექტი რომ მივიღოთ გამოსახულებაზე, რომ ფაქტურად ესე იგი სამი ფენის გამოყენებით მოხდეს იმის იმიტაცია, თითქოს თქვა ნიღაბში არის, ფენაში არის ღრმული, რომელიც გადაადგილდება და მოძრაობს რაღაც სასურველი მიმართულებით. ამისათვის ვაკეთებთ რას? ვქმნით რამოდენიმე ვექტორულ ფენას. ქვედა ვექტორულ ფენაზე შევქმნათ საწყისი ბექგრაუნდი, ანუ ფენა, რომელზეც უნდა შეიქმნას ეს თქვა რაღაც გამოსახულება, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენოთ ესეთი კვადრატი. მეორე ფენაზე შევქმნათ ის ჭრილი, რომელშიც უნდა დავინახოთ მესამე ფენაზე მესამე ფენაზე წარმოჩენილი ობიექტი. შევუცვალოთ გამოსახულების ფერი და დავხადოთ ესეთ. პირველ ფენაზე, ანუ სულ ზედა ფენაზე განვახორციელოთ ისეთი ობიექტის შექმნა, რომელიც უნდა გამოჩნდეს, ვთქვათ, ამ ფენის შიგნით. მასაც შევუცვალოთ ფერი, იმისაც რომ მივიღოთ, ვთქვათ, უფრო ვიზუალურად აღქმადი გაკვეთილი და შევქმნათ გამოსახულება. აი ესეთი დუბლირება გავუკეთოთ მას Ctrl+C, Ctrl+V. და გადმოვიდეთ აი აქ. აი ახლა საჭირო არის შევქმნათ ჯგუფური ფენა, რომელიც აქ არის მოცემული როგორც ფენა group და მასში ჩავყაროთ ჩვენს ქვემოთ ანუ ჩვენს მიერ შექმნილი ფენები. შემდგომ საჭიროა ჯგუფურ ფენაში შესვლა და გადასვლა იქ ღილაკ masking-ზე. Masking-ზე გადასვლის შემდეგ საჭირო არის ჩავთოთ ესე ვთქვათ დაფარე ყველა ფენა და არ გამოვიყენოთ masking-ი და უთხრათ OK. შემდეგ გადავდივართ ქვედა ფენაზე. ამ დროს იმის მერე რაც ჩვენ ჯგუფურ ფენას ჩავუხდეთ masking-ი ერთვება ყველა დანარჩენ ფენას. Masking-ში გადავიდეთ აი ამ ესე ვთქვათ ქვედა ფენაზე და უთხრათ რომ ჩვენ აქ ჭირდება რომ ეს ფენა ესე ვთქვათ ზემოქმედებდეს ნიღაბში. ამის შემდგომ ყველა დანარჩენი ფენა ხრება. შემდგომ ვარჩევთ ზედა ფენას, ანუ შუაში განთავსებულ ფენას, ანუ იმ ჭრილს, რომლითაც უნდა განხორციელდეს ნიღბის ფენის ვთქვათ მუშაობა. ურთავთ მას masking-ს და ურთავთ გამოიყენე მასზე ნიღბის ეფექტი, ანუ add to masking. და შეგვიძლია ასევე გავურთიშოთ stroke-ი, რაც ჯერ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტური ხდება გამოსახულებაზე ზემოქმედებისას და უთხრათ OK. აი ამის შემდეგ, როგორც ხედავთ, ნიღაბი განთავსდება თავის ადგილზე, მოახდენს იმ საჭირო ზემოქმედებას, რომელიც ჩვენ ესე ძალიან გვინდოდა და თავისუფლად შეგვიძლია უკვე მასში განთავსებული ესე ვთქვათ ფენები ვამუშაოთ ჩვენი ნიღბის გამოყენების და მიხედვით. შეიძლება თვალების გადაადგილება, შეიძლება ფანჯრის შიგნით მოძრაობა, ანუ უამრავი სხვადასხვა ეფექტის შექმნა. მადლობთ ყურადღებისათვის. როგორც ვიცით, ხელების ფეხის სახსრების, კლავების, რაღაც მიხრა-მოხრის კეთების დროს ორ სხვადასხვა ფენაზე განთავსებული კონსტრუქციები, რომლებიც ძვლებით არის მიბმული ერთმანეთზე, ქმნიან ესე ვთქვათ უხერხულო დეფექტს, რომელიც შემდეგ რამეში გამოიხატება. აი რომ ვნახოთ აქ სურათზე, ხედავთ ძვლები ჩვეულებრივ ესე ვთქვათ მოძრაობენ ჩვეული ესე ვთქვათ რიტმით, ისე როგორც შეეფერება Anime Studio Pro-ს და ისე როგორც შეეფერება ესე ვთქვათ ჩვენს ოსტატობას Anime Studio Pro-ში, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომ ეს ორი ფენა ხო ერთმანეთზე გადაბმული არის, მაგრამ მათ შორის ესეთი კონტური არსებობს. ეს კონტური საკმაოდ უხერხულია, რადგან ეს ვთქვათ მაყურებელი პირდაპირ ხედავს, რომ ვთქვათ თქვენს მიერ შექმნილი ფიგურა ჭყალებში რო ვთქვათ ძალიან არაბუნებრივია და ის სხვადასხვა დეტალისგან არის შემდგარი და არ ქმნის ერთიან, ასე ვთქვათ, ფორმას. იმ
როდესაც რომ ეს ერთიანი ფორმა მივიღოთ, ამისათვის საჭიროა აი ესეთი გადაბმა განხორციელდეს ფიგურაზე და თუ დააკვირდებით ეს თქვა ახლოდან, ხო, გამოსახულებას, ზუსტად აი სახსრების გადაბმაზე, ხო, რა მიმართულებითაც ხრი ესე თქვა გამოსახულებას, ხო, იმ მიმართულებით ხრება ის ესე თქვა კონტური, რომელიც ამ ორ ფიგურას ერთმანეთისგან აცალკევებს. როგორ ხორციელდება ეს? ეს ხორციელდება სპეციალური ეფექტით, რომელსაც ჰქვია პატჩის ეფექტი. გავაკეთოთ მსგავსი ფიგურა. შევქმნათ, დავაყენოთ რა ქვია, სოციალური მარეგულირებელი ნულზე. შევქმნათ ახალი ვექტორული ფენები, ერთი და მეორე და მანძე შევქმნათ სახსრების იმიტატორი. ხო, ამ შემთხვევაში ავიღოთ ესეთი ფერის ერთი ხელი, თქვათ იყოს ესეთი სახსარი და მერე იყოს მეორე სახსარი ეს. ისინი განვათავსოთ თუ ჩვენი სურვილი ერთმანეთის ქვეშ, თუ არა შეგვიძლია დავტოვოთ ესე. შევქმნათ ასევე ძვლის ფენა და ძვლის ფენაში განვათავსოთ ორივე სახსარი. შევქმნათ ძვლები ტრადიციულად როგორც ვაკეთებდით ამას, მივაბათ ძვლები ფენებს, ხო? ძვალი, გადავთვალოთ ფენაზე პინპოინტი, შემდეგი ძვალი, აღნიშნოთ ძვალი, გადავთვალოთ ფენაზე. გადავთვალოთ ისევ სახსრებზე და ძვლები, ესე ვთქვათ, განვათავსოთ ერთმანეთის ქვეშ. აქვე საჭირო არის ველი, ის დინამიკის და მოქმედების, ძვლის მოქმედების გავრცელების ველი დავიყვანოთ ნულზე. ხო, ძვლები ფაქტიურად ერთმანეთზე მიმულია და მოძრაობს ჩვეულებრივად. ეხლა საჭირო არის მოვნიშნოთ ზედა ფენა, დაყენებულია ნულზე და შემოვიყვანოთ აი ამ ღილაკის მეშვეობით, ანუ new layer-ის მეშვეობით პატჩი. აი აქ არის განთავსებული ეს პატჩის ფენა. პატჩი ეგრევე მოგთხოვს რომელ ფენაზე მივმაგრდეო, ნუ ეუბნებით ამ შემთხვევაში, ოკეი, თუ შეცდომა მოგვივიდა, ესეც არ არის პრობლემა, ჩვენ ეს გამოსწორება შეგვიძლია, ან გადავხდით ქვედაზე, ან ზედაზე, ამ შემთხვევაში დავწეროთ მესამე ფენაზე, ხო? და განვათავსოთ ეს პატჩი, ესე ვთქვათ, იმ ადგილას, სადაც გვინდა რომ სახსრების, ვთქვათ, გადაადგილებისას გაქრეს და ზემოქმედების ფენა, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ რაკი კონტური არ გაქრა, ხედავთ, კონტური არ გაქრა, ჩვენ დავუშვით შეცდომა. ამისათვის ისე უნდა შევიდეთ პატჩში, ხო? აი ხედავთ, ახლა გაქრა. იმიტომ რომ პატჩი გადავაადგილეთ ორივე ფენის ზემოთ. უფრო კარგად რომ დაინახოთ გაქრა თუ არა ეს გამოსახულება, აი ხედავთ, პატჩებს შორის გადაბმა მოხსნილია და ჩვენ ეს ვთქვათ ქვედა სახსრის გადაადგილების დროს, ხო, თავისუფლად შეგვიძლია უთვალთვალოთ იმას თუ აი ვთქვათ როდის ქრება ესე ვთქვათ პატჩის მეშვეობით კონტური, რომელითაც ეს ორი ფენა ემაგრება ერთმანეთს. მადლობთ ყურადღებისათვის. ჩვენთვის ახლა ამ გაკვეთილში მთავარი არის გიჩვენოთ ძვლების ამპლიტუდური რხევა, ანუ რხევა იმ დეტალებისა, რომლებიც სხვას, ესე ვთქვათ, დეტალებთან დაკავშირებით უფრო დრეკადია და უფრო ექვემდებარება, ესე ვთქვათ, მოძრაობას, დამატებით მოძრაობას. აი რას ნიშნავს ეს? დააკვირდით, ესე ვთქვათ, აქოჩრილ პიროვნებას, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს გაკეთებული და დააკვირდით აი ამ რეგიონს. ხედავთ,
რხევა გრძელდება სხეულის გადაადგილებასა და მოძრაობასთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. აი ეს არის რაც კეთდება და რასაც ეძღვნება ეს მოკლე გაკვეთილი. მოდით გავხსნათ ახალი ფენა, შევქმნათ ორი ვექტორული ფენა, ერთზე დავხატოთ სახე, სახეზე ძალიან არ დავიხარჯებით, რაც შეიძლება მარტივად გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, ხო? და მეორეზე გავაკეთოთ თმა. გავუდგოთ შესაბამისად შავი. ასეთ თმებიანი ტიპი ყავს. შეგვიძლია ყოველ შემთხვევისათვის რა კი ეს თქვა ხილვადი გვინდა იყოს ეს გამოსახულება, გავუკეთოთ თვალებიც. თვალები იყოს და ნუ რა კი ბოლომდე ვაწვევით, გავაკეთოთ პირიც. ეხლა რაც თავარია, გადავდივართ თვითონ გაკვეთილზე, ვქმნით ძვლებს, ვყრით მასში ორივე ფენას. და ვახორციელებთ ძვლების შექმნას. ეს 1, ეს 2, ეს 3, ეს 4, ეს 5, ეს 6, ეს 7, ეს 8 და ეს 9. ძვლები ასე ვთქვათ შექმნილია. ეხლა საჭირო არის მოხდეს მათი ამპლიტუდური რხევის ჩართვა. ამისაც მოვნიშნოთ კონკრეტული ძვალი, გავხსნათ მისი ფუნქცია, ჩავერთოთ bone dynamic. შემდეგ მოვნიშნოთ მეორე ძვალი, ჩავერთოთ მისი bone dynamic, შემდეგ მოვნიშნოთ ეს ყველა ძვალი და ჩავერთოთ ეს თქვათ მისი bone dynamic. ჯერჯერობით არაფერი არ ხდება. ეხლა საჭირო არის უბრალოდ ჩავთოთ ძვლების გადასაადგილებელი ფუნქცია, გადავწიოთ ძვალი. ამოვწიოთ აქ. კიდე გადავწიოთ. კიდე ამოვწიოთ. ნუ სადაც დავამთავროთ. 72 და დავუკითხავთ enter-ს. და ნახოთ რა ხდება. ედავთ ხევა ხორციელდება და ჩვენი გაკვეთილი ვთქვათ ამითი ავხსენებთ. ეს გაკვეთილი ეძღვნება Anime Studio Pro-ში ფიზიკურ, ესე ვთქვათ, საგნების ფიზიკურ ანიმაციას. რო შევხედოთ ეს რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს ამ ელემენტარულ დონეზე არის აი ესეთი შემდეგი რაღაცები. ბრუნვა, ხო, და ფიგურის ვარდნა. ხედავთ, იგივე ბრუნვა და ფიგურის ვარდნა და მეორდება ეს. როგორ ხორციელდება და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს კეთდება შემდეგნაირად. ხსნით ახალ ფენას. ვქმნით რამოდენიმე ვექტორულ ფენას, მასში რომელზედაც ფიგურები უნდა განვათავსოთ. ქვედა ფენაზე ვქმნით, ესე ვთქვათ, მას რა ქვია, ნიადაგის, ანუ საძირკველის, ხო, ნიადაგის ფენას, ანუ ბექგრაუნდის ფენას. შემდეგ ფენებზე ვქმნით იმ მას რა ქვია, ფიგურებს, რომლებიც უნდა გადაადგილდებოდნენ სივრცეში. ამ შემთხვევაში ავიღოთ ბურთი და მეორე შემთხვევაში შევქმნათ, ასე ვთქვათ, ქარის წისქვილის ფენა. ხოლოდ ქარის წისქვილის ფენის შექმნასთან დაკავშირებით საჭირო არის, რომ მისი მოკიდების წერტილი მოხდეს მის ცენტრზე. გარდა ამისა, დამატებით შეგვიძლია ჩვენ ქვედა ფენაში შევქმნათ, ასე ვთქვათ, ფიგურა, რომელიც, ასე ვთქვათ, ბურთის ჩამოვარდნის შემდეგ უნდა წაიქცეს.
შემდგომ საჭირო არის შევქმნათ მისი რა ქვია, ჯგუფური ფენა და ამ ჯგუფურ ფენაში ჩავყაროთ ყველა ეს გამოსახულება. ჯგუფურ ფენაში გავხსნათ ფიზიკალური ესე ვთქვათ ფენა, თვისებები და ჩაურთოთ და უთხრათ ოკეი. შემდეგ ვიღებთ background-ს, background-ი არ უნდა გადაადგილდებოდეს ფიზიკური, ასე ვთქვათ, ფენის ფიზიკური თვისებების და ეფექტების შექმნის დროს, რადგან სხვა შემთხვევაში background-ი ჩაიქცევა და დაიკარგება. ამიტომ ჩაურთოთ ფიზიკალი და არ გადაადგილდეს ობიექტი უთხრათ. უთხრათ ოკეი. შემდგომ ვირჩევთ აი ამ ფენას. ხო? ამ ფენაში გადავდივართ ფიზიკალში და უსთავთ pivot on o-ring და enable mode, სადაც შეგვიძლია ციფრები შევცვალოთ და ბევრი რაღაც სხვა განახორციელოთ, ასევე აქაც შესაძლებელია ბევრი ფუნქციონალური თვისებების შესვლა, რომლის დროსაც ბურთი დაერწება, ახტება, მიეჯახება, გადმოეჯახება, ეს ყველაფერი ხორციელდება, ასე ვთქვათ, აი ამ გამოსახულებაში. ხო, ვეუბნებით ოკეის და უშვებთ გამოსახულებას. ოპა. ხედავთ? როგორ განხორციელდა, ვთქვათ, ფიგურის ვარდნა. შეგვიძლია დამატებითი ფიგურა შევქმნათ, ვთქვათ, ვექტორი ისევ აქ, რომელშიც შემოვიტანოთ უკვე, ვთქვათ, თუნდაც ვარსკვლავი ამ შემთხვევაში ყვითელი ვარსკვლავი იყოს, ეს ვარსკვლავი. ხო, რომელიც ვთქვათ, ფიზიკალზე გადასვლის დროს ჩვენ შეგვიძლია რაღაც ასეთი ფუნქცია დავუმატოთ და ვნახოთ რა იქნება. ხედავთ? როგორც კი შეუცვალეთ გამოსახულებას მცირედი ნიშნულები, აი აქ, იმ წუთასვე მოხდა ფიგურის, ასე ვთქვათ, მდგომარეობის და ვარდნის გადაადგილება. როგორც ხედავთ, აი ესე მარტივად ხორციელდება საკმაოდ საინტერესო ეფექტი და რომელიც შეგვიძლია ჩვენ ბევრ ანიმაციაში გამოვიყენოთ, როგორც უკანა ფონის შესავსებად და გასააქტიურებლად, ასევე წინა ფონზე ელემენტების დასამატებლად და ანიმაციის შესავსებად.